საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ეს არის საგანგებო პირდაპირი ეთერი ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან. მე დავით ჭაბუკაშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი აღარ ითვლება უკვე ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრი ბატონი შალვა მაღრაძე, რომელიც ქართველთა დიდი გაერთიანების სპეციალური დავალებით იმყოფებოდა ბათუმში და გონიოში და რომ ადგილზე ენახა ის ყველაფერი, ის შტორმი, ის უბედურობა, რაც გვიახლოვდება ჩვენ ქართველ ხალხს. ეხლა საკუთარი თვალით რაც ნახა მან ყველაფერს თვითონ მოყვება ბატონი შალვა. ძალიან ძიმე სიტუაცია და უმჯობესია ბატონ შალვას მოусმინოთ ეხლა თუ აი რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგას კი მოგინავთ თქვენ ხوار დაიწყებთ რაც სათქმელი და მე უკვე თუ როგორ გინდა ბატონო უბრალოდ შესავალი ახლა აქ ბევრი დავაკამათი მიდის ბატონო შალვა რომ ეს არის ინვესტიცია უკვე ჩართო თავისი აგიტატორები ახლა გასაგები. კაი მაშინ მაგრამ იქ სადაც ინვესტიცია არის ის, როდესაც ქვეყანაში წარმოება შენდება, რაღაცა კეთდება, რომ ხალხი დასაქმდეს იმ ქვეყნისა და წელში გაიმართონ. მაგრამ ჩვენ უყურებთ 34 წელი აი ეს ანტიქართული რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამივე მთავრობა ერთი მეორის მიყოლებით როგორ ანადგურებდა და როგორ მოკლა მთლიანად ქვეყანაში ეროვნული წარმოება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, აბსოლუტურად ყველა სისტემა დამარხა და დღეს ერთი კაცის ჯიბეშია პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი. და რასაც უნდა იმას აკეთებს. ჯერ ააშენეს სოფლები, აი ქართული ოცნების მოსვლიდან, აი ამ წლებში, სხვადასხვა რეგიონებში არაბული სოფლები ააშენეს ჯერ და რადგან ვერ ნახეს დიდი პროტესტი საზოგადოებისა, ეხლა უკვე გადავიდნენ უკვე ქალაქების შენებლობაზე. ეს იქნება საბოლოო აი დასამარება ქართველი ხალხისთვის, აი ეს უკვე იქნება ის რომ საქართველოს ქართველების გარეშე ეს პრინციპი განხორციელდება. კაცები, მოგესალმებთ, ძვირფასოთა ნამემამულენო. მე გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან. არ ვიცი, ახლა წლოვანების ბრალია თუ რაღაცა ცოტა ემოციური დატვირთვის ბრალია. ნახდათ არის მაქვს ცოტა ესეთ წნევების პრობლემა მქონდა, რომ მართლა სერიოზულად შემაწუხა და ეხლას თუ ისე დალაგებული არ იქნა და ისე დახვეწილი და დავარცხნილი ეს საუბარი წინასწარ ბოდიში გიხდით რა. საერთოდ ეს ჰიუგოსა ნათქვამი რა, სახელოვანი ვიყო ეს ბედნიერება, სასარგებლო ვიყო ეს მოვალეობა ჩვეულებრივი. ამიტომაც თვითოული ჩვენის მოვალეობა რომ რამენაერად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერთს რამენაერად რაღაცით ვერდი დაუდგეთ რამეთი ვერდი სუბუქოთ. 3 წლის წინათ წავედი ბათუმში. წავედი იმაზე რომ ჩავსულიყავი გონიოში, განამარტო გონიოში იქ მეორე ლოკაციაცაა და როგორც გაირკვა საკმაოდ დიდი ხიფათის შემცველი. მე ბათუმში ვარ დაბადებული გაზრდილი ისე, მაგრამ კარგი ხანი არ ვიყავი ბათუმში. როდესაც მივდიოდი ჯერ კიდევ უკვე მატარებელში, რა ვიცი, ალბათ ერთ 100-მდე კაცს გავესაუბრე. ყველა მიცოდა ეს სიტუაცია, სხვადასხვა იქაურობა არ იცოდნენ, რომ უკვე სამუშაოებები დაწყებული იყო. და როდესაც ჩავედი უკვე იქ დავხვდეთ მაშინ ჩვენი წარმომადგენლები წავედით შესაძლოა მეორე დილას უკვე გავედით. წავედით გონიოში, უბრალოდ ძალიან გულმოსაკლა, არა ეს ცოტა ის არის მე გალერეაში გადავიღეთ მაშინ ჩემთან ვიდეოები იქ. მაგრამ დღეს არ არის შესაძლებელი რომ ვაჩვენოთ. ვერ ვაჩვენებ, მე ვაჩვენებ კი ყველაფერს. არ არის პრობლემა.
ხო და ამიტომაც დროებით სიტყვით დამიჯერეთ და როგორც როდესაც იქ მივედით გვითხრეს უკვე სამუშაოები დაწყებულია ეს სამხედრო ტექნიკა იყო პოლიგონის ადგილას ტერიტორია ძალიან დიდია ჩემი აზრით იმაზე დიდია ვიძე საუბარი მიდის ახლა როგორც კიდევ იქაურებმა თქვეს როგორც გადავთვალეთ ეს არ არის 300 ჰექტარი მეტია იქა 260 არა даже 300-ზე მეტია იმიტომ რომ ახლა 260 ეს ხა ის არის ეს არის დაახლოებით მაშინ კილომეტრი 2 კილომეტრი ნახევარზე ხო 2 კილომეტრი 600 მეტრს არა 2 კილომეტრი 600 მეტრზე ეს იქნება ნუ კაი 120 ჰექტარი იქნება და მეტია რა იქ მეტია რა იქ ნამდვილ 260 ჰექტარი ეს არის 2 კილომეტრი короче 2 კილომეტრი და 600 მეტრი კილომეტრზე ეს არის 2 კილომეტრი ნახევარი კვადრატული კილომეტრი და ეს გამოდის 260 ჰექტარი მაგრამ იქ მეტია თქვა კაი მაგას ნუ ჩაუღრმავდებით დიდად და მთავარი არის რომ იქ უკვე სამხედრო ტექნიკა მუშაობდა ეს გადავიღეთ სამხედრო ტექნიკა იქაც ვიყავით შესული ხოლო მეორე ადგილას უკვე აზერბაიჯანული ფირმა რომელიც გეოდეზურ სამუშაოებს ატარებს იმათანაც მივედი იმათანაც ვესაუბრე მოვიდნენ სამხედროები მთხოვეს რომ მოშორებულიყავით ნუ მაინც გადავიღეთ ხო და ეს რაღაცას რო ის იქ რო ადამიანი ხარ ამ სიტუაციას და რო ხედავ რომ აი ძალა არ შეგწევს რა 2 კილომეტრი და 600-ზე გამოდის ხო 100-ია რა ხო 2 კილომეტრი 600-ზე გამოდის 320 კვადრატული ხო მათემატიკას ცოტა ესე 2 კილომეტრი კილომეტრზე 200 ჰექტარია ხო და 2 და 600 კილომეტრზე 260 მეტი იყო იქ რასაც ახლა მე ზუსტად არ გამიზომი რა მნიშვნელობა აქვს მაგ უკვე პირდაპირ სამუშაოები მიდის ვისაც კი შევეკითხე მე ბათუმლებს ყველა უკმაყოფილოა მაგრამ ახლა როგორ აგიხსნათ რა უკმაყოფილების დონეზე თავდება ეს ყველაფერი რა შემდეგ მაშინ ახლა ლაივი დავიწყე ჩაწერა ერმილესთან დავიწყე ლაივის ჩაწერა და ახლა ახლა ნამდვილად რა ახლა ეს 2-4 ახლა გამეორება დავიწყოთ რა მნიშვნელობა აქვს მართლა ეს ბოროტების ნამდვილი ხორშესხმული ბოროტება ნამდვილად ეს ბიზინა ივანიშვილი თავისა საზარელი რაღაცა კონკრეტულად რომ მიხვედით დავამთავრებდა მე თავისი ესე იგი ამ ურჩხულების ხროვასთან ერთად მე გამეტებული ვიყავარ ჩვეულებრივად რა გამეტებული ვიყავარ იქ თუ მართლა აი თუ აი მართლა ქართველებს მინდა მიმართო თუ ძნელია ახლა იმის აღქმა და შეფასება რომ თუ ასეთი არაბული ქალაქები აშენდა მართლა ამ ორ ლოკაციაზე ამ იმაში გონიოში და აქ თბილისსა და რუსთავს შორის და ათობით ათასი არაბი კიდევ თუ ჩამოსახდა თანაც როგორი არაბები იქ დაახლოებით გონიაში მithos კვადრატული მეტრი იქნება $12,000 იქ უფრო ძვირია ნუ მაგი არც მიყვის აქ $6,000-ზეა ხო საუბარი თუ არ ვშტები კვადრატული ზოგი ყოველ შემთხვევაში ბინები დიდები უნდა აშენდეს და იქ ახლა ჩვენ ნახდათ ვერ ვიყიდით ბინებს გასაგებია რასაც ვიძახეთ ეს 60% საკმაოდ აი ძალიან დიდ იმაზეა საუბარი და განწირული ვხართ რა თუ ეს აშენდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი გრევისა და ჩვენი ერის სრული ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების პროცესი უკვე დასრულებული და შეუმცველი გახდება და ჩვენ ქართველები როგორც ჩვენი სამშობლო საქართველოს სახელმწიფო წარმომქმნელი ერი არსებობას ნამდვილად შევწყვეტ ეს არის 100% უახლოეს მომავალში ამის დაშვება არც ერთ ვარიანტში ნამდვილად არ შეიძლება რაღაცა შეკითხვა გინდათ ბატონო არა ხო ამის შემდეგ რო წამოვედი ახლა ეს ისედაც მაგი კიდევ უფრო გაშუქდება კიდევ მაგრამ მეორე ლოკაცია ახლა მე არ ველოდი რომ იქ რაიმე სერიოზული ისეთი იყო ამბასადორი აშენებს თავის რაღაც სასტუმროებს მიქნე რაც ახლა რა მნიშვნელობა აშენებს ბათუმელი კაცი ვარ გითხარით
ესე იგი, როდესაც ბენზედან მოდიხარ ბარცხანა და პორტისკენ, როდესაც მოდიხარ, აი გაგრაში შემდეგ მე გაგრაში მუშაობდი, სულ მქონდა რომ ხო არ გონიათ ჩვენთან არანაკლების სილამაზეა პირდაპირ საავტომობილო გზაზე რომ მოდიხარ, აი 7-8 მეტრო, 10 მეტრო დიდი პლიაჟი და პირდაპირ ზღვა, ხვდები რასაც ვიზახი, ხო და მეორე ხო და ეს ულამაზესი ადგილია 2 კილომეტრი მოდიხარ და მოდიხარ. მეორე და წავედით ამ ლოკაციაზე, მაინც რა გადავამოწმეთ, რა ხდება იქ. რომ მივედით, ну ეს რასაკვირველია შემოღობილი რაღაცა სასწავლებელი შესასვლელი არის ერთი მხრიდან. აი ჩემზე ყველაზე მეტად ესე იგი რამ მიმოქმედა რა რაღაცა ყველაზე მეტად დამთქმულმა რამ მიმოქმედა დგას პიროვნება რა ჩვენზე ალბათ ჩემზე ახალგაზრდა მაგრამ წლოვანი რა 55-დან 60-მდე და რაღაცა ისე იდგა ამ ქუჩაში პლიაჟი რა უნდა რა პლიაჟი საღადაა ზღვა თითქმის არ აჩანს ზღვა თითქმის აღარ აჩანს ხო და უყურებს გასკერი და გამოესაუბრე ახლა გამოელა რა ხდება გენაცვალე მეუთხარი და რა ხდება გენაცვალე აი ჩვენი პიროვნება რომელიც ყველა ლოკაციაშია ნაომარი დაჭრილი ორდენოსანი ხო და ჩამოდიოდი თუ აქ მაგნიდან მე საერთო ნაცნობების აღმოგვიშლა ეს პიროვნება ერთი ორი პიროვნება და ეს ლოკაცია უკვე ცოტა ხანშიო ჩვენ აქო ზღვას ახლა შორიდან ხო უყურებ ზღვას საერთოდ ვერ დავინახავ რაში კაც ვერ დაინახავ ამშვიდებ და ასეო ჩვეულებრივად იმიტომ ჯერ სანამშენებლობა მიმდინარეობს გაგვაფრთხილეს რა აქ შესვლა იქნება მარტო იმ ადამიანებისათვის ვინც კაროჩე ვინც ამათვის არ იქნება უბრალოდ შესვლა თურმე არ იქნება რა და ახლა არ დავიჯერე თუ დავიჯერე რა მნიშვნელობა აქვს და ნუ ჩავედი ახლა იქა ვიღაცები მიქნებენ ხელს არ ვაქცევ ყურადღებას წავედი და 500-600 მეტრი ხოლმე არის ესე იგი რა ხდება იქ იყო ზღვა სადაც იყო იქ მედივარ მაგრამ ეს პანკუნძულები რო არის არაბეთია იმაში ეს დუბაიში ესეთი რამეები კაცდება ესე იგი დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე და სიგანე 800-900 მეტრი მაინც იყო და ხო მივედით ახლა ვინმე ქართველი კაცი ხალხს ნახავ გამოველაპარაკები ვიცი რომ ქართული პროექტი ქართველები არის და ესა და ეს და დგას ისა დარაჯის ისა რა ქვია გამოვიდა ახლა თვითონ უნდა მოვიდეს და ასე თუ ჯობია იქეთ მიხვიდე მივადეგი რა ვახარ გენაცვალე რაღაც ხას მე ვერ გიგე რა მადღაბუდგა რაღაცა მოდი ამას მეუბნები მას თუმე თურქია ხო და რაშია მე ვდგარ ხო და არჩე ახალ ასე არ შეიძლება და შვი ხარ გაჩერდება თურქი საკითხ თურქი ვერ მივხვდი უცებ თურქს აქ რა უნდა ქართველების პროექტ თურქს რა უნდა ვერ მივხვდი უცებ ასე ახლა მე მეუთხარი კაცო თქვენი ხო ის არის გურჯი არ არის მეუთხარი ეს თარგმნის თქვენი ის მე მეუთხარი ჩვენ პარტნიორები ვართ სხვა ბიზნესებში რაღაცა ციფრაზე ამას უხსნი რაღაცას და რაღაცას უნდა ხო იქ როდესაც პირველ ადგილას რო ვიყავი სამხედროები არ წავიდნენ სანამ მე ჩემი საბუთი არ მივეცი როგორც არა სამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის სახალხო ტრიბუნების პრეზიდენტის ეს უნდა გადავცე ხტები მაშინ დამშვით ხტები რასაც ვიდახრო და ახლა ამას ახლა ხო არ ვაჩვენებ კაცო დარაჯ მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც რამე რო იყოს მაგრამ ადრე ახლა 1000 შენ იცი დავით ბატონო კედაზე გადავდიოდით ამ საბუთებით მე და მამისა და რაღაცებს ვახერხებთ და წავედით ახლა სიღრმეში კიდო მივდივართ იქ შეხვდა კიდო ერთი თურქი იმასაც გამოვილაპარაკე ისიც ჩემიც ბაკაცი გახდა და უკვე მივადეგი დავარწიქნა ზღვის ნაპირს ну გადაღებულია იქიდან რომ რა სიშორეზე ახლა მე შეიძლება ზუსტად ვხვდები როგორ ამ პიროვნებამ როგორც ვთქვათ 800-900 მეტრი მაინც არის კაროჩე შესული 800-900 და
ეს ვაფშე ეს საერთოდ ჩვენი მაგაცი გახდა ბოლო ექსკავატორზე ვინც არის თურქი. რამე მეუთხარი ყარდაშ ვაიმე რა მაგრები ხართ მეუთხარი როაშანა და გული მისკდება ფავილი მინდა კაც. რა არის ვერ ხვდები და უპატარგლო ქორწილია კაცო ქსიძეც რო აღჭას გაკეს გავგი რა ხდება ბიჭო ჩვენ ბათუ ვინ და ამას მეუთხარი თქვენ არამთავრებთ ხო გადიხართ დავჭე კიო კაცო და ესე იგი კიდო კარგად ბულგარეთამდე ხო არაპირა არა ასე შორს არა მაგრამ კიდო მივდივარ და ახ მეუთხარი როგორ იზრდება ტექნიკა ხო და იქეთო უფროსობა იგზისო მაგრამ ჩვენი ქართველი მეპატრონეო არ არის ხო ხტები ახლა აქ როგორი ქართველი მეპატრონია შეიძლება და დავით ჭაბუკაშვილი და ერთმა შეიძლება შალვა მაღლაძე სინამდვილეში თურქებია და თურქეთის ტერიტორიაზე ვარ მე უკვე გამოვიარეთ უკან ხომ მოაქვთ ეს რაღაცეები სულ თურქული მანქანები ხო და ისი რა გამახსენა რომ ამოვედი მაღლა ეს შემთხვევითი სიტუაცია არ არის და დავით ბატონო თქვენი ნებართვით ერთი რამ მინდა გავიხსენო ჩვენ სტარში როგორ შეხედე როგორი ისეთი რაღაცნაირად გავს ეს ორი სიტუაცია რაღაცას ქართველი კაცი იქ დაბადებული და გაზრდილი რომელიც ბავშვობაში სკოლიდან იმაში ჩამოვარდებოდა თავის სანაპიროზე დაიბანდა ხტები მისია ეს ყველაფერი ხტები რასაც ვიძახე ამის მამას ამის ბაბუას ბებიას რა ვიცი წინაპირს ვასისხრი აქვს ამის თითოეულ გოჩი ხტები ჩაქცეული და ვიღაცა გარეწარი ვიღაცა ხორცმეტი რა ვიცი მე არ მინდა რა ვისაუბრო არ მინდა რა საერთოდ ამ ხალხზე ცუდად ხტები რომ უკვე აღარ შეიძლება ნერვებიც აღარ არის რა ვიღაცებმა გადაკეტეს გადმოკეტეს ნუ ვინ კითხავთ ბიჭო ჩემი ქართველი მიწას როგორ მიყიდის ეს გარეწრები რა ეს ვინ ეს ხო და ერთ მომენტი მინდა ზუსტად აი ის რო არის გაჭედილი რო არის მარტვილში მაგ მე და მამისა დაგვიბარეს უბედურობა ტრიალებში როგორ ხდება ესე იგი თურმე რა როგორც ესე იგი არსებობს ასე აქ სხვა სიტუაცია მაგრამ სიტუაცია რა კუთხით აი ამ პიროვნებაზე მინდა გაუსვა რომელიც თავის პლიაჟზე რო ვეღარ ჩადის ზუსტად ანალოგიური რამოდენიმე წლის წინა 7-8 წლის წინათ გვიბარებენ გაჭედილში კანიონები ხო იყო ესე იგი იქ სოფელი არის ხო მაგათი წინაპრები იცავდნენ თავსაკლავდნენ ამ ხტები ჩვეულებრივად ხანდახან შედიოდნენ ხო და იქ ორგანიკ ფულს თვითონად ნახულობდნენ კანიონებს მოვიდა ვიღაცა ეს დაცული ქონების დაცვის ბუნების დაცვის არა და რისგან იცავენ ვეკიდე შევეკითხა რო ჩავე რისგან იცავ კაცო თქვენ გარეშე ტერიტორიიდან თქვენ ვერ იცავთ ბიჭო იმედგა ბუნებრივი კატაკლიზმები და თქვენ ვერ იცავ აბა რისგან იცავ მაგრამ ფულისგან იცავენ რომ საფე შემოსავალი არ იყოსო და იქ და ზუსტად იგივე სიტუაცია ხალხი სოფელში თავის ულამაზესი ადგილი ვიღაცეები მოვიდნენ შემოარტყეს კრუგიდან თავიდან როგორ მოდიან იცი ერთი ფაინე თქვენ განაცხადეთ გადაუღობენ რაღაცას შემდეგ მოვლიან მოვარდებიან ეს კონკისტადორები რო იყვნენ ხო იცი ეს ესპანელები და პორტუგალიები ჩაოლებრივად მაგას აკეთებდნენ სხვას კი არა ფორტებს ააშენებდნენ გარშემო და შემდეგ იპყრობდნენ ნელ-ნელა ამ ტერიტორიას შემდეგ ყიდნენ გეგედა დავით რა ხდება და ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ნუ ხირაზე გადასვლა დამერწმუნები რომ პოლიცია ჩვენ მხარეზე გადმოვიდა პოლიცია გადმოვიდა ჩვენ მხარეზე ამათა რომ ჭუბი ბადაბუდი კაცო ფიზიკური ამათა ვინც აშენებდა და ამათ კიბერწიველი პოლიცია ხო მოვიდა ამ დროს მამისა მოატანია ეს დიდი ვისი და ჩაგედილია ყველაფერი და შეხედეთ ანაც დაცული ტერიტორიებიო თითქოს იცავენ რაღაცას იმას ხო ძველი მას დადიანის 200 წლიანი ისა ქვია ჭიშვილი წყლით ავსებული აი რატო ყვები იცი იგივე ეს გლეხები თავის ჯირჯველ მიწაზე ვერ შედიან ხტები რასაც და განიცავენ ეგენ ვარ შევიდა ხო აბა მაგაზე და წარმოიდგინე რას აკეთებს პოლიციელი
და ემან დავები დააყენა და დაიწყო იქეთ-აქეთ და ამ დროს მოდის პოლიცია 3 მანქანა, გადმოდის პოლიციის უფროსის მოადგილე, მაღალი პიროვნება და მე ამ დროს ამათ ვეჩხუბები და მამის და ბრუნდება და მივიდა და მე გავეკიდი ახლა ვიფრე იჭირავს და ხო გამოვიდა ხელი შეასრულა გესიამოვნათ ხალბატონო ხთები აი ხალხი რა მე მაგარი მატულზე მთელი გადაცემა შეიძლება ერთხელ დავდო ონოღიაში რა მოხდა ნაციონალების დროს ონოღიაში გლეხებმა თავისი მიწა დაიცვეს სისხლით სროლები იყო ხალხი დაიჭრა პოლიციელები კაციშვილმა არ იცის ესა და ვიღაცები გამოვლიან ჩვენ იმას ვაკეთებთ როდესაც სოფლელებმა დაიცვეს თავისი მიწა იარაღით არავინ არის იქაც იგივე მოხდა ეს მე ვიღაცები შეაბეს რაღაცა ამხანაგობები რაღაცა ჩვენ რო თუმანს ვითხოვდით რომ თუმანი იყოს მანეცადლებდნენ სამანეზე და რაღაც ახლა მინდა რომ გადავიდე ორი სიტყვით ამ ადამიანებზე ამ ოცნებაზე და ამ სიტუაციაზე ჯერეთი მინდა გავაფრთხილო თქვენ საუბრობთ ძირძველ ქართულ მიწებს აცვისებთ ხო მე მინდა შეგახსენოთ რომ მე-12-მე-13 საუკუნის მიჯნაზე ეს ისდრუვა გენაცვალე როდესაც თქვენგან ნახებ ევროპის ქვეყნები ერთმანეთთან სისხლძვრელ ომებში იყვნენ ჩართული და როდესაც მათი მეფე-მთავრები სიკვდილის დასჯის რაღაც ახალი ხერხების ძიებაში იყვნენ, რა ვიცი, ცუდად გახდები ნელ ცეცხლში დაწვა, 4-ში ამოღება, ზეთში ჩადურა. ამ დროს საქართველოში ღვთაებრივი თამარ პირმშვენიერი მეფობდა. საქართველო ედემის ბაღივით ყვაოდა და აი წინსვლის სიუხვის ბედნიერების მუზათა და ფერიათა მუდმივ სამყოფელად იყო ქცეული და ზუსტად განამარტო სიკვდილის დასჯა არ იყო ყველანაირი ფიზიკური დასჯა იყო აკრძალული და ამ დროსაც კი ზუსტად ქართული მიწების გასხვისების გამო გუზან ტაო კლაჯეთის ერისავს თვალები დათხარეს ხვდები რასაც ერთადერთი ამის გამო დათხარეს თვალები ახლა გასაგებია ზოგიერთისთვის სამშობლო არ არის გენაცვალე საქართველო მაგრამ ხო არიან ამ ოცნებაში ადამიანები რომლებსაც ქართული სახელი აქვს ქართული გვარი აქვს და საერთოდ აი კაცობრიობის ისტორიაში არ დარჩენილა ესენი საერთოდ ადამიანები თუ არიან მე ეჭვმეპარება და მინდა აუხსნა რომ რატომ აქ ესეთი ეჭვი რომ არ არიან ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში არ დარჩენილა არც გენიოსი არც საზოგადო მოღვაწე რომელსაც სამშობლოს სიყვარულზე თავისი აზრი არ დაეფიქსირებიოს მას ვისაც სამშობლო არ უყვარს მას არავის და არაფრის სიყვარული არ შეუძლია ჯორჯ ბაირონი იძახის სამშობლო ერთადერთია რაც აერთიანებს ყველაფერსო რაც ყველასთვის ძვირფასიაო ციცერონი ახლა ციცერონი მე მგონია აგერმა უნდა იცოდნენ სამშობლოს სიყვარული ცივილიზებული ადამიანის უპირველესი მოვალეობა ნაპოლეონის სიტყვებია და აი ებრაელები რატო არიან გენაცვალე ძლიერ კლოდ ბერნემ წერალი ძალიან ცნობილი მაგათ სამშობლოს სიყვარულს საფეხურები არ გააჩნიაო ვინც ყველაფერს არ აკეთებს მისთვის ის არაფერს არ აკეთებსო ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის ის ყველაფერზე ვარს ეუბნება თავსა და აი ქართველი წერალი ნოდარ დუმბაძის სიტყვები სამშობლოს სიყვარულს საარშიყო და საყელყულოდ ნუ გაიხდი სამშობლო როსკიპი ხალი როდია თვალს რომ მოგენატრება და მხოლოდ მაშინ გაიხსენებდე სამშობლო ტაძარია სალოცავი მოხმოდრეკილი უნდა იდგე მის საფუძველთან ერთი ხელით პიჯვარს იწერდე მეორეთი კი ხმალს იქნებდე ეშმაკები რო არ დაეპატრონონ და კიდევ ერთი რამ შესაწილის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს მაგ ტაძართან ამ ადამიანებს ეს თვისება ხო საერთოდ არ აქვს ესე იგი სიყვარული არც
თანაგზნობა, არც სიმრავლული. მე ვერ ხვდები, აი, ჩვენ, აი, არაა ქართველი. არ აინტერესებს საქართველოს, მაგრამ რა დაუშავეთ ამ კაცს ასეთი, რომ ასე საბოლოოდ გვწირავს, ისედაც დემოგრაფია ხო, უკვე კატასტროფულ ვითარებაშია და ამ დროს, როდესაც ათობით და შეიძლება ასობით ათასი არაბი, საერთოდ აზრი არც შეიძლება ხალხმა ბევრმა არც იციან ვინ იყო აქ ჩამოსული. აქ იყო ჩამოსული სოფლიოში, აი დისპერს რო უძახიან ერთი ამ სოფლიურ წესრიგს, ერთ-ერთი, როგორ გითხრათ, ერთ-ერთი სერიოზულესი წარმომადგენელი, ის მართლა პრეზიდენტი კი არა, კაცო. ის შოულებული აბსოლუტური მონარქია, კაცო, აბუდაბის და მემკვიდრეობითაა ეს პრეზიდენტობა. ჯერ მამამისი იყო, მერე ბიძამისი და მერე თვითონა. ისე იგი ამათ არავითარი თვისება ადამიანური არ გააჩნიათ. კიდევ ერთ თვისებას თუ უკვირდები, ბატონო, იცით რომ ჩვენ ახლა ხო თითოეული არ არსებობს რა, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაიმე შეცდომა არ მოგვივიდეს, ხო? შეუმსარი, მარტო შემოქმედია. თუ გაგინოდგინიათ რო ისმე, რომ ოცნების რომელიმე წევრი როდისმე გამოსული იყოს და ეთქოს თუნდაც პატარა რამეში, როდისმე რამეში არიან სწორად და ვინმესთვის ბოდიში მოეხატოთ. ესე იგი, ესე იგი, ამ ხალხს, ამ არსებებს ადამიანური თვისებები არ აქვს და რა სავალდებულოა მაშინ ჩვენ რომ ესენი ადამიანები გვეგონოს. მე მართლა ყარი განცდა მეუფლება, რომ ესენი უცხო პლანეტელები ხო არ არის. მართლა გეუბნები, მე უკვე მეშინია. რაღაცნაირი ეს საცეცებიანი, რაღაცა ურჩხულები, რომლებსაც ჩვენი თვალის დასახვევად ადამიანის კანია, კაცო, გადაგვრული. სულ იმას ვფიქრობ, როდის მოწყინდებათ ეს კანის წარება, როდის მოგვარდებიან და დაგვლიჯავენ. მე ამადგან სხვას არაფერს არ ვიცი. ახლა ოცნებაზე გავანებე საუბარს მე და ამ ამბავზე და ისაუბრე და შემდეგ ჩემი აზრი მაქვს მე ამ სხვადასხვა ვინც თulis რა რომ ეს თურმე ინვესტიციები ყოფილა, ვინც აპირებს იმას მე მაშინ ერმილესთან რომ მქონდა ლაივი, მე შევპირდი ადამიანებს ამაზე ვილაპარაკებდი, მაგრამ მაღალ მაწოდება მომცა ძალიან ვეღარ ვილაპარაკე და დღეს თქვენ ისაუბრეთ და შემდეგ მაგაზე გავაგზავნებ. ჩემი გამოსვლის უმთავრესი მიზანი ზუსტად ეს არის, რაზეც მე მინდა ამის შემდეგ რომ ისაუბრო და ბოდიში თუ ამდენი ხანი როწაგავთ გენაცვალ. არა, როგორ გეკადრება. ეხლა თითქმის უკვე მთელი მოსახლეობა გაერკვა, ეხლა ყველა არ არის პროფესიონალი, მაგრამ ყველა გაერკვა უკვე იმაში, რას ნიშნავს ინვესტიცია. ინვესტიცია არ არის, როდესაც მხოლოდ აშენებ ქალაქს და გათვლილია უცხოელებზე, რომ უნდა იცხოვრონ უცხო ქვეყნის მოქალაქეება შენს ქვეყანაში. და აქ ლაპარაკი არ არის რაღაცა 200 კაცზე და 300 კაცზე, აქ არის ასობით ათასზე საბოლოოდ. მით უმეტეს რომ ასეთი უმძიმესი კრიტიკული დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს. ნუ აქ რო ჩამოვლენ აი ამ ქალაქებში ჩვენ რომ ამის ნება მიცეთ ქართულმა ხალხმა, აქ რომ დასახლებიან არაბები იქნება თუ ჩინელები იქნებიან თუ ინდოელები, ეს ხალხი სჭირდებათ იმაში, რომ გამოიყენონ მერე საარჩევნოდ იმერ კაცს ამაში სჭირდება. ეს კაცი უკვე, ამ კაცს ფაქტიურად ეს სახელმწიფო ხელში უჭირავს როგორ, მე წეგანაც ვახსენე, ამ კაცის ხელშია ყველაფერი. პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, პროკურატურა, სასამართლო, ყველაფერი, აღარაფერი აღარ არსებობს სისტემები ქვეყანაში და ერთადერთი რაც აღელვებს შიში აქ ჯერ კიდევ საკმაოდ მაინც შემორჩით საქართველოში ქართველი ხალხი. ამის ნიშანია ისიც რომ რაც შეიძლება ჩქარა განდევნოს კიდევ დანარჩენი მოსახლეობა, ის რომ ახლა რა შექმნეს კიდევ ერთი კანონი, ორ საჯარო სამსახურში უფლებას უკრძალავს. მაშინ როცა ძალიან ბევრი 800 ლარზე და 1000 ლარზე მუშაობს. რა თქმა უნდა, მრავალშვილიანი ოჯახები ვერ გაწევენ, ვერ იცხოვრებენ ამ შემოსავლებზე და იძულებული გახდებიან მათაც მონახონ სხვადასხვა ქვეყნებში რაღაცა ადგილი და დატოვონ სამშობლო. აი ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ამ დროს ეხლა ჩვენ ერთი მთავარი რაც არის ის უნდა ითქვას, მე ბოლოს აუცილებლად წავიკითხავ ეს ამეს კი მაგრამ ბოლოს, მაგრამ ჯერ ხო ეს ხო აუცილებლად წავიკითხავ ჩვენს თანამომებლებზე მიმართავს, მაგრამ
ეხლა კიდევ იმას აკეთებს ეს რეჟიმი, რომ აი ეს პროტესტი რაც შეიძლება დაიქსაქსოს. ეხლა ცდილობს ყველა, რომ ეს არის რაღაცა მონგებიანი ამაზე პროტესტის გამოცხადება და ყველა პარტია ცდილობს უკვე რომ ქულები დაიწერონ, პოლიტიკური ქულები. და რა თქმა უნდა, ეხლა ამას თავისი დირიჟორი წყავს, ეს აწყობს ეხლა ყველას, რომ არ შედგეს ერთიანი დიდი პროტესტი, რაზეც ჩვენ აი ამ მიმართვაშიც ვისაუბრებთ. უბრალოდ ჩვენ ერთი რამეს ვიტყვით და სასაცილო ან სატირალო არ იყოს ესეთი ცანცარი ამ პარტიებისა. ეს არის საქართველოში ეს ხორციელდება ისეთი დონის ღალატი ეხლა, რომ ქვეყნის არსებობა დგება არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ. ნამდვილად უკვე დასამარების პირას არის და ეს ერთი პარტიის პრობლემა ის კი არ არის, კაცო. ამას ვერც ერთი პარტია ვერ უშველის. ეს არ არის პარტიული პრობლემა. ეს არის ეროვნული, საერთო სახალხო ეროვნული პრობლემა. ამიტომ ის რომ ეხლა სამარცხვინოა ეხლა ალტიფომ იმაში ოფისში მობრძანდითო და იქო ხელმოწერა და ისინი არ შეჭირდება, ვერ გავიგე. იქო ოფისიო, ესე იგი იქო მობრძანდითო ხელმოწერები გავაკეთოთ და მე ესე იგი აქცია უნდა გააკეთო. თუ აქცია გინდა, აქციას დაუძახი ხალხს. ის ხელმოწერები რისთვის გინდა? ის ხელმოწერები რისთვის გინდა? ეხლა იმ ხალხსაც ბევრი საზრე იყო, ესეთი აზრით წამოვიდა, რომ ესე იგი შეიძლება მოხდეს ამათი სია ისეთ სტრუქტურებში, გესმით ბატონო შალვა? როგორ ამას ვიგან? რომ მე ამ ხალხსაც პრობლემები გაუჩინო. მაგრამ თან ესე იგი იქ რო კაცი ხელს მოაწერს, ესე იგი პარტიის წევრი ხდება, გესმით? ამათმა დანიშნეს ეხლა დეკემბერში, პატრიოტმა ალიანსმა დანიშნა ნოემბრის ბოლოს. ესე პარტიული ცანცარი როგორ შეიძლება ხალხო? ეს არის ბოლის გამოშვებას ემსახურება. მე ახლა გავიხსენებ ერთ მომენტს. გახსოვთ თქვენ ლისტზე, როდესაც მე ახლა ალტიფოზე კი არა მაქვს, მაინც ის, მაგრამ თვითონ აი ამ პროცესის ესე წაყვანა არ შეიძლება. ლისტზე, როდესაც გააკეთეს, ხო გახსოვთ ის რომ უნდა ჩაეშალათ მაშინ LGBT პრაიდისის. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ბიჭებზე ნაწყენი ვიყავ ბევრამეში, იმიტომ რომ ვერჯერ შევთავაზე სახალხო საჯარო დებატის და ისიც ყოველთვის ყური მოიკრუეს. მე მაინც წავედი, ფეხი თვიარი 10 თუ 12 კილომეტრი ვიყავი, ესწრებოდი იქ. და მეგონა რომ იქიდან ესამდენა ხალხი რომ ავედით, ჩამოვიდოდ პარლამენტთან და საბოლოოდ დამთავრდებოდა კანონის ძალით, ეს გაფორმდებოდა კანონის ძალით. მაგრამ ნუ რას უკაცრავად, ერთჯერადად აი რა მაგარი ხალხი ვართ, აი დავშალეთ, იმას ვქენით, ამას ვქენით და ეს ხალხი დაშალეს მერე. ეხლა როდესაც ესეთი პრობლემაა, თუ ეს კანონით არ აიკრძალა, ხვალე რო კიდევ პრაიდები მასაკნან, კიდევ ესე უნდა ვდიოთ ამ ხალხს. როდესაც შეკრებილია ის ხალხი, გააკეთე ერთხელ საქმე და მიიყვანე ბოლომდე, თუ არ თაღლითობ. და ეს ეხლა რასაც აკეთებენ, რომ ის დეკემბერში ნიშნავს, ეს ნოემბერში ნიშნავს, ეს არის თაღლითობა და მეტი არაფერი. ერთადერთი ვისა ეს ჩვენ გვაქვს ახლა იდეაში, რომ ეს უნდა იყოს დიდი ეროვნული პლატფორმა, წავიკითხავ შემდეგ და ერთადერთი ის ვისაც აქვს უფლება რომ ქართველ ხალხს დაუძახოს, ეს არ არის პარტია, ეს უნდა იყოს ქართველების გაერთიანება. ერთად მდგომი ქართველებმა უნდა გადაარჩინოს საერთო სახალხო დიდი პრობლემა და არა რომელიმე პარტია. ნებისმიერ შეუძლია მობრძანდნენ, ერთად დავდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ. არ ვიძახით რომ აქ რომელიმე გაერთიანებაში გაერთიანდეს ან რაღაცა. შექმნათ ეროვნული პლატფორმა, ბატონო შალვა. საერთო სახალხო დიდი პრობლემის წინააღმდეგ და არა ის რომ ალტიფო მოაწყოს, იმან მოაწყოს ცალკე მერე პატრიოტთა ალიანსმა, მერე ცალკე ხაზარაძეც იმარშობა, ახლა თურმე გული შესწირდა. ნუ ახლა სამარცხვინოა რა, ამდენი წლებია კაცო, ახლა ყოველთვის
ხალხს ატყუებთ და ყოველთვის მართლა ეხლა მეტისმეტია ესა ხო? დაგვაცადეთ იმ ხალხს მართლა ვისაც მართლა ამ ქვეყნისთვის არ გვიღალატია ეხლა და კეთილინებეთ და მოусმინეთ იმ ხალხს. აი აქ მოდის ძალიან ბევრი ხალხი, მართალი ხალხი. და არ ვიძახით რომ ჩვენ აქ დირექტორები ვარ და თავმჯდომარეები. ყველა ერთად დავდგეთ და ერთიანი ეროვნული პლატფორმით სახალხო ეროვნული პლატფორმით შევუწიოთ აი ამ დიდ პრობლემას. რა არის აქ გაუგებარი? მე იქნება არ მინდა იმ პარტიასთან მივიდე კაცო. მაგრამ მოდი დავდგეთ ერთად ყველანი ერთიან ეროვნულ პლატფორმაზე. გასაგებ. არა, მე ფაქტიურად ამაზე მე უბრალოდ ერთი მომენტი მინდა ასე დავაფიქსირო რა. ამ იმაზე ხალხი ნახე მე ვიღაცები ნახ გადაცემები, რომლებიც თვლიან რომ თურმე ეს არის რა გიჟებთ, რატო ნერვიულობენ, ეს ხო ჩვეულებრივი ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, ეს საქართველოსთვის კარგია, შესანიშნავია და მე თრამეს ვერ ვხვდები კაცო. შახაბაზე როდესაც მოდიოდა საქართველოს დასაყრდობა, შახაბაზი კანიბალი კი არ იყო. მაგრამ ჩვენი შეჭმა კი არ უნდა და პირდაპირ ტექსტით ვიცახე რომ შევეჭადე. მაგას უნდა და არა, კარგად გამიგე კაცო, მაგას უნდა და ჩვენი მიწაწყალი მაგას უნდა და რომ ჯური შეგვეცვალა. ჩვეულებრივად. ფულზე იყიდება ყველაფერი, ხო? შახაბას ამაზე მეტი ფული ქონდა, კაცო. ვერ გევიგე, მე ერთხელ რატო გვაკლავდა თავს, არ რატო ვიზა ჩვენ ვეყიდა მაშინ თუ ასე ადვილი იყო, ხვდები რასაც რა უნდა და აღმოჩნდა რაც ინვესტიციებს შეეხება. მე მინდა იმ ადამიანებს რა, მე მაქვს ძალიან ისეთი ამ პიროვნებებისთვის, ვინც თვლიან რომ აი მე საერთოდ ვერ ხვდები დავანებოთ სხვა ომებს თავი, აი დავანებოთ რა ხრესილი და მანამდე ფარცხისი, დიდგორი, ბასიანი, დავანებოთ ამას ყველას თავი ხრესილს. აი უბრალოდ ბოლო ომი არა მარკოვში რო ესეც გავიმარჯვე ჩვენ 1625 წელს არა შახაბაზე არ იყო იმის პიროვნება ეს ყველაფერი შეერჩინა 4 თვეში უკვე გამოაგზავნა ჯარი და მარაბდის ბოლო ბრძოლაში ჩვენ ძალიან ძიმე დამარცხება განვიცადეთ. ვიცოდით რომ დამარცხდებოდით ახლა 60,000 კაცი იყო კმილებამდე შეიარაღებული თავისი სიძე. მე ვერ ხვდები რა აზრი ქონდა, აი ადრინდაც არ ვიძახე კაცო, მილიონობით ქართველი სისხლია ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი თითოეული გოჯის დასაცავად. აი რატო დაიღუპა დავით ჯანდიერი? სალცი ჩიშვილი, თეიმურას მუხრა მატონი. მე ვერ ხვდები აი რა ესე იგი 9 მაჩაბელი, 7 ჩოლოყაშვილი, ბადურ, ბაკა, ხერხეულიძე, 9 ძმა ხერხეულიძე, მათი დედა და მათი ნაბოლარა და რატო შეავდა კაცო ორი ეპისკოპოსი ხარჭაშნელი და რუსთველი ხმლით ხელში მტერს. ვისთვის გასაშვებოდეთ. შემდეგ ეს 1625 წელს, შემდეგ 1795 წელს. უკვე რო წააგო ფაქტიურად 300 არაგველი რა გააგე, რატო იმძოლეს, რატო შეწირეს თავის მო ამას ეს ზედმეტი სიტუაცია. აქ თურმე შახაბას ინვესტიციები მოქონდა, თუმცა არა, ამ შედარებით ინვესტიცია. თანაც შახაბაზი რომ ფულს აგდანიდა საქართველოში თავის ამ მოღალატე თავადაზნაურებთან და ყელამდე ავსებდა ოქროს ხალათები და ჯორკიდებულით ფულის გამოგზავნა იმას ერქვა. მე ინოვაციური და ისეთი წინადადებები მაქვს ჩემ იმ პიროვნებებს და რომლებიც თვლიან რომ ეს ყველაფერი ინვესტიცია. მათთვის რა, ეს მაგრამ ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ თქვენთვის მისაღები იქნება ალბათ და შეგთავაზებ. მოდით გენაცვალე მოვაწყოთ ამ მდიდარი არაბებისთვის, თურქებისთვის გლადიატორთა ორთაბრძოლები. სერიოზული ინვესტიციები შემოვა. რა გაჩინეს, კაცო, დავდგეთ, დავაყენოთ, აგერ დაждდებიან თურქები, იქეთ დაждდებიან და ჩვეულებრივად შევებრძოლოთ ერთმანეთს, ზოგი გადავრჩებით, ზოგი მოვტები და აწევენ თიც, მაგრამ შეიძლება სიცოცხლე გვაჩვენონ, როგორც ვერ რომში იყო. რა პრო ფული შემოვა სერიოზული.
ძალიან სერიოზული ინვესტიცია. ან მეორე კიდევ არ არის ცუდი აზრი ჩემი აზრით ისა აგერ რაჭის ხეებში ან ხარაგოულში ტყეებში მოვაწყოთ ხო უყვართ ექსტრემალური სპორტი ხო არის ნადირობები რომ მოვაწყოთ ამ დიდარმა ხალხმა მაგრამ განა გარეული ტახები დათვები რა ვიცი მე კურდღლები იქნებიან ჩვენ უნდა ჩვენ რო ვიყოთ დანადირები ისინი ცხერებზე ჩვენ ფეხებით სამსამი თქვია დოური რომ თუ გადავჭით თუ არა შემოვა ინვესტიციები თუ მოკლავენ მინდეებზე ჩვენ ოჯახში 10% შეიძლება მის შესანიშნავი ინვესტიცია და შემოვიღოთ კიდევ შეიძლება ინვესტიცია ჩვენ კი არა გაც ამათმა ვისაც ამათ ინვესტიცია თვლიან შემოიღოთ თავისი ოჯახი პირველი ღამის უფლება ამ იმას არ შეიძლება რომ მიენიჭოს არაბებს თურქებს ან დიდარ ინვესტიციები არ შემოვა გაცო აღარ დაშევა ყველაფერი უნდა გაიყიდოს ესე იგი მაშინ ესეც კაია თუ მithumetes მუცლად იყო და თუ გაკეთილიყო და არაბები თუ დაიბადა ამ შეიხების ნათესავები ხო შემოვა და შემოვა თუ ესენი ყველაფერს გაყიდიან მე რო უკვირდები ესენი გაყიდიან დედას ყველაფერს გაყიდიან აი წმინდა ამ ხალხისთვის რომლებიც იძახის რომ თურმე თქვენ ოჯახი დაიღუპება შეუცემადი პროცესია დამთავრდება ყველაფერი საერთოდ აზრი აღარ ეხება შემდეგ არაფერს აი ეს ერთი ახლა ეს ალტიფოზე მე ახლა როდესაც ისინი იძახიან რომ შეიძლება რაღაც სამართლებრივი დავას რო აპირებდეთ ბიძინა ივანიშვილთან მე მინდა კარგად გაიგოთ დღევანდელი რო იძახიან რომ ჯიბეში უდევს სასამართლოები რა ჯიბეში უდევს და რა სასამართლოები სასამართლოს მესეურები არიან ადამიანები რომლებიც სადაც სამართალია ყველაზე ცოტა სამუდამო პატიმრობაში უნდა იყვნენ ციხეში უნდა იჯდნენ და ამ ერთი ადამიანის უბრალოდ ნება სურვილით კაიშამენ, კაისვამენ, კარგადაც ერთობიან და ჩვენს ბედიღბას კიდევ წვიტავენ. კარგად გამიგე, რასაც ვიძახი. ამ ადამიანების საერთოდ როგორ გითხრათ, სუნთქვის უფლება არ აქვს ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ხო უნდა დავფიქრდეთ, ეს იგი პროტესტის ნიშნად გენაცვალე. რო გადაწყვიტონ რომ სამსახური დატოვონ და სახში წავიდნენ ამის უფლებაც არ აქვს შეიძლება სიცოცხლით აგონ პასუხი ჩვეულებრივად მართლმსაჯულების ქალღმერთ თემიდას განამარტო თვალები აქვს დღეს ახვეული სმენა დახშულია მეტყველება წარწმეული შემოძარცული ყველაფერი ღირსება აკლილი და ნამუს ყოველდღეს სექსუალური ძალადობის ფაქტი ხდება მეცოდება კაცო მართლმსაჯულების თემიდა ამ პიროვნებას გინდა თქვენ სამართლიან ის მოგოთ სამართლებრივი დევნა ეს ისეთივე წარმატებით შეგვიძლია ჩვენ როგორც აქ ხოზივათ ახლა მე და შენ ბატონო დავით ჩვენ რომ ამ წუთას ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა აქ შევაერთოთ ტრამპი აქედან ახლა ჩვენ ტრამპი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ნუ არ ვიცი სხვათა შორის მაგალითად ინდოეთში რომელიმე ქალაქის არჩევნებით გავაუწყოთ ნორმალურები ხარ გადაცვალ ახლა ზოგიერთმა იცით რა გამაგონა რა მოხდა მე სინჯონო და თუ არავე შემდეგ იქნებაო უკვე პროტესტის სხვა ფორმაო მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ წუთას გრანდიოზული მისტიფიკაციის და თითქოს რაღაც ტოტალური ტყუილის გაფრულ სამყაროში ვარსებობთ რომელიც გარშემო თითქოს რაღაც გნელეთის ძალებს აქვს ხელოვნურად შექმნილი ყოველთვის იქნება რაღაცა ის მიმზიდველი სასურველი მირაჟები იქნებოდა მე მახსოვს ესეთი რაღაცები და ჩვენ გულში განაერთხელ მოვტყუდით განაორჯერ მოვტყუდით რა იმედი სხივი და რაღაც დოზი არა თუმცა უტვინოები ხო არ არის რატო მაკეთებენ შალვა ამაზე ვსაუბრობ ამ წუთში ამით მინდა დავამთავრო რატო აკეთებენ იმიტომ აკეთებენ რომ ერთი ძალაა ეს ყველაფერი და უბრალოდ რო დავამთავრებ ვიტყვი მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ ეს ახლა უტვინოები თვითონ არ არიან
მაგაზე მინდა ვისაუბრო რა ზუსტად რომ ესე იგი ეს ხო ადამიანებს რაღაც იმედი ხო უჩნდებოდათ არა ბედნიერი მომავლის შემდეგ ეს მირაჟები რო ქრებოდა ადამიანები უფრო მეტად იმედ გაცრუებულები უფრო მეტად გულგატეხილები რჩებოდნენ საზარდულებრივი რეალობის წინაშე და რო იძახიან ნიჰილიზმი ზუსტად ასეთმა ექსპერიმენტებმა ადამიანებზე გამოიწვია რომ ადამიანები არიან მართლა გულგატეხილები არავისი რო აღარ ჯერათ აი როგორ გითხრათ სრულ ნიჰილიზმში კიდევ რო ერთხელ გაუღვიძებ შენ რაღაც იმედს ფუჭ იმედს რო ჩაუნერგავ რომელიც გარანტირებულად იცი რომ წაგებულია ამით მოსახლეობა შენ ხო უფრო მეტად ნიჰილიზმში აგდებ ამით ხომ შენ გადაგვარებას ხელს უწყობ ნუ თუ ეს ნელიც აი როდესაც მტერზე აკეთებ შეტევას ხო თუ შენ არასწორი შეტევა გააკეთე შენი ძალები გადააფასე არ შეაფასე და დამარცხდი სასტიკად შენ ხო ამით შეგნებულად ტრის საქმეს აკეთებ და არა შენი მხარისას კაცო გამიგე კაცო რა ეს რა ნუ თუ თქვენ ამას ვერ ხვდებით და არა მგონია ასეთი მიამიტები იყოთ ახლა ეს ორი სიტყვით საპატრიარქოზე მინდა რომ ჩემი აზრი თქვა ახლა შენ იცი დავით მე 5 წლიდან ჯულისკანონს სწავლობ ავიცი ახლა თუ აინტერესებს ინე საპატრიარქოდან იმიდან დავждეთ დებატებში და ვისაუბროთ დიდი ჯულისკანონზე ვისაუბროთ რუისოვნის კრების ძეგლისელაზე ვისაუბროთ რა ვიცი მე სახარებაზე საერთოდ ბიბლიაზე ვისაუბროთ რა სიძახის ბიბლია რა ხდებოდა ჩვენ ისტორიას მოდი ეწუთას მე ამ წუთას მე ხო ვთქვი გენაცვალე რომ ორი მიტროპოლიტი ეპისკოპოსი ხარჭაშნელი და რუსტველი ხმლით ხელში შეაკდა ქართული მიწის დაცვას ორი ეპისკოპოსი მარადის ბრძოლაზე ხო 100% ხო ეს ისტორიული ფაქტია რაც შეეხება ჩვენ გვყავდა ალბათ არ ვიცი ჩემთვის ყველაზე დიდი საეკლესიო მსახური იყო რა ჩემთვის არ ვაკნინებ გრიგოლ ხაცს მაგრამ როგორც საერთო სახელმწიფო ახლა ეკლესიების გასაგები არ მაგრამ როგორც ქართული სახელმწიფო შექმნისთვის გიორგი ჭონდიდელი ჩემთვის რაღაცა სხვა რაღაცა თხანერი დატვირთვა აქ რა მაგრამ მორჩილი მაგრამ დუმარი მაგრამ დახსნებული მაგრამ თავშეკავებული და ბოლოს რო გარდაიცვალა მაგლახრა დიდი ხარ და რა პატარა კუბო იკმარა შენთვის საქართველოს დიდო მოამაგე მამა გიორგიო ინებოს უფალმა შენი ხმალი და შენი ჯვარი მარაციმ წარუდგეს ქართველ ერსო და თავარი გონებ გეხო מחვილის ქნევა 75 ჭრილობათან მიგავს ტრებთან ომებში მიღებულიო ვაი ჩვენ უშენო თორემ შერა გიჭირს სულნათო და ვალ მოხtildeო რაინდო ჩვენო დღეს ასეთი ეგზისტენციალო ესე იგი ყოფნა არ ყოფნის დროს საპატრიარქოს ფუნქცია საერთოდ რა არის საპატრიარქოს ფუნქცია ყოველთვის იყო ერის სულიერი სიწმინდისა და ზნეობის სისპეტაკის სადარაჯოზე დგომა სხვა არაფერი ფუნქცია საპატრიარქოს არ ქონია ვიღუპებით თელი საპატრიარქო ამწუთას გარეთ უნდა იყოს თელი საპატრიარქო გარეთ უნდა იყოს და ჩვენ თუ 5 სიტყვას ვიყვირებთ ხამეებით ხედა მე ნუ არ ვიცი მე რა ხდება ჯო რუისუბნის კრება მაინც საიკითხო ხო შეიძლება რა შესავალი საცხოვნებელი ქადაგება ეს არის ღვთის სახის წმუნებულთა მდელმთავრობის გამდედაობა მოწინააღმდეგის მიმართ გვდელებისა და სამღვდელოების სიმხრივ თანამებრძოლობა ცოდვისათვის სიმამაცი წინააღმდეგობის გაწელობა სადა ეს ყველაფერი არა მე მართლა მაინტერესებს ეს თვითონ უნდა მოგვიწოდებდეთ ეს ჩვენ კი არ უნდა ვყიროდეთ კაცო ჩვენ უნდა ვამშვიდებდეთ პირიქით რომ კარგი იარა ხმლები უნდა ეკაო ჩუმები ხელში და ახლა რაც შეეხება ამ პარტიებს მე სხვადასხვა მიკვირს აი ახლა როგორ გითხრა არ არის აი სხვა პარტიებზე საერთოდ საუბარი ზედმეტია ახლა
ნაციონალების თუ დაიწყებენ მაგაზე საუბარს, ნუ სულად გახდები კაცო. კაცმა 1000-ობით პასპორტი თურქს დაურიგა 10,000-ობით ჰექტარი გაყიდა გენაცვალე მაგ ვერ მოვასწარით მაგ აქციის გაკეთება დანარჩენი ყველგან ქონდა კივილ-წივილი 5,000 ჰექტარი იარმუღალოს მაღლა ირანელს აქვს გაყიდი გენაცვალე ინგლისის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და მაღლა ჩვენ დამახმელიდან წავედით დაახლოებით 11,000 ჰექტარია გაყიდული და შევარნაძის დროს თლიანად ფაქტიურად გაიყიდა ბაზალეთის ტბის მე შემდეგ ხომ აქ მეკვირას მე თუ კარგად იქნა ქალბატონი დენიზა მინდა მოვიყვანო ახლა ეს ნამდვილად უკანასკნელი მოპიხანია ეროვნულის და ამ ამბავზე რამდენი იბრძოლა ხო რამდენი იბრძოლა ამაზე ისიც მოყვება ცალკე და ხო და ეს რა ხდება ჩვენ ახლა ამაზე რო იძახიან ხაზარაძეზე მე მაგალითად აი მინდოდა იქ ყოფილიყავი ბატონი კაღამიცა სხვადასხვა შეკითხვა ეს ბაღანა რო არის ახალგაზრდა ბაღანა კუპრას სხვადასხვა გვიბრძოლია ერთად თვითონ მე რა ვიცოდი გენაცვალე ეს რო იძახიან კიდო ვაიმე ეს ადამიანი რა პატიოსანი იყო და შემდეგ რა მოუვიდა როგორ არავით არის პატიოსანი არ იყო პატიოსანი ადამიანი არ იყიდება იცით ვინ იყიდება რომელიც თამაშობს პატიოსნობის ნიღაბია რომ უფრო ძვირად და უფრო სარფიანად გაიყიდოს ხდებით რასაც ვიდახი ეს ამ ატომას რატომღაც აი როგორ ატყვევ აი აბრაამ ლინკოლნსა აქვს დათქვამი შეიძლება მოსახლეობა მთლიანიო დროის რაღაც ინტერვალში მოატყუო შეიძლება მოსახლეობის ნაწილიც მოატყუო შენ მუდმივათო მაგრამ მთელი ხალხი მუდმივად მოატყუო ეს შეუძლებელიაო და აქ ეს რაღაცნაირად ხერ ხდება გამიგე და ამას ცუდად ხდი აი დავით აი როგორ გითხრა რა შემთხვევით ჩამოვედი ცოცხალი ბათუმიდან დამიჯერე რასაც გეუბნები გეტყოდა ახლა ერმილეზე კი აღარ მოვდი 220 122 რა არის რომ მოვედი ყველაზე მეტად ამ კაცმა იმოქმედა ბიჭო კაცი სამომში ნაბრძოლი და თავის იქვე ჩამოვიდა და ზღვის დანახვა აღარ შეუძლია კაც ნუ ესენი აბა რაზე იბრძოდა ეს ბიჭი და ვერ გავიგე რაზე იბრძოდა ეს პიროვნება საერთოდ თურქეთს რო დავებყარი ახალი წინაპრები რისთვის იბრძოდა მაგაზე ხო გითხარი მაგრამ იმათ რო დავებყარი ჩვენს ვისანაპიროს მე მგონი ნახავდით მაინც კარგად გავიგეთ უკვე ზღვის სანაპიროს ნახვა აღარ შემიძლია ხალხს ყანიონებში ვეღარ მიდიან მალე რუსთავსა და თბილისს შორის საერთოდ რა ეკსაკეთებ ესენი საერთოდ რა ერთადერთი ხო და რა შეუბნება ესა რა ქვია ამ კუპრაც კაკამ უთხრა კაცო ისო საქართველოს ბანკიო ასახლებოდა ხაზარაძე აქეთ იქეთო და არაო მე არ ვიციო და ისა და ისაო და არაო კაცო არ ასახლებდა მე კახამ უთხრა რომ თქვენი იმასო ხო მაჟორიტეტს ასახლებდა ბიჭო მაგი და მინდოდა იქ ყოფილიყო ხაზარაძე იცი რაში იყო ძალიან ძლიერი ის მართლა სერიოზულად არ ასახლებდა დიდი რაოდენობით ხალხს მაგრამ იცი რას აკეთებდა მე და მამისთან პირადად 12 თუ 13 მიკროსაფინანსო ვნახეთ რომელიც იყო ამ TBC ბანკის შვილობილი ფული იმათ ქონდა ჩაბარებული და 1000-ობით ხალხი იმათ ყავდა გამოპრილი და ამათ გარდა 100-ობით პიროვნება უამრავი ხალხი ვნახეთ ის ხალხი კერძო მოვახშები რომელსაც ასევე TBC ბანკის ფული ქონდა და იმათ რაღაცა პროცენტში იყვნენ და იგივე ამათ ხელი დასახლებდა ხვდები რა ზაკვარი პიროვნება იყო და ახლა ამან რომ მიწებზე დაიწყოს რა მარაგი ხო გაგისხდება გული ბიჭო ხო გაგისხდება ხო და ამ პატრიოტ ალიასებს მოყვებით ერთ მომენტს გეტყვი რა სიტუაცია მე გითხარი მე შენ ბატონო დავით ეს შეიძლება მეშლება ეს შეიძლება მე რაღაცა ნოსტალგია მაქვს მაგრამ ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია რომ თანხმოურავს აწყობდესო ქართული მიწები გეიხედოს მე პირადად ჩემს გეუბნები თითქმ ვერ მევიჯე ან მომყარიდა მაგრამ ფაქტი მინდა მოყვე ორი ფაქტი მინდა ასეთი მოყვე როდესაც ჩვენ დედოფლის წყაროში
როდესაც რო ვიყავით უკვე დილიჩას მიწებზე და ეს რო ჩამოვიდა საქართველოს ბანკი კივილი, წივილი ხო გითხარი მივიდნენ ისინი იარაღებთელი და ცოცხალი ვერ გახვალთ აქედან და რაღაცაო ამ დროს ჩამოვიდა საქართველოს მოვიდა პატრიოტთა ალიანსის ორი დეპუტატი იქ ადგილობრივი მის მოვიდეს ეცოდავთ ჩუმად დადგენ კაცო ის კი არაფერშია ჩარეული სიმეცისე და ჩვენ აქ უკვე ესე იგი ხო გამოყარა 1-2 და ტრაქტორი უკან რომ მიცა ხნულში ხო მოდის ეს ხო იცი რაფერია ესა მაჟეთ მამიზან არ ჩაც რაღაც ხიბაში ტრაქტორი ვერ ხედავს და ჭრის ამ პატრონს მართლა ჭრის ხტება და არ მემეტებოდა აპატყუნებს ფეხებს მეცი ფეხებში მოვათრებ ხელებს და აი შვილებს ამ ხელათი აცდა ხვდები და ხოდა ასე დღეში ვარ მე მათრიეს მიწაზე აგენმა იგე ჩხუბი იგენი მანქანები ჩვენებიოთ ომი ზონა ისყებოდა და უცებ გაჩერდნენ და ახლა მე დღესენი ხო ჩუმათარია და ხო ამათ არის სიდას მეუბნები ვერ ვკაჩავ ჩვენ თქვა მეუბნები ამათ რა კუთხეში რო დგანა ჩვენ ვერ ვკაჩავ ბატონ დავის გადაეცი თქვა ჩვენ ხო დავიწყეთ ხო ბრძოლობთ უკვე მეორე ზახოძე ვარ და მესამე გვექნება აიღეთ ყველაფერი თქვენ ხელზე თქვა გამიგე რასაც ის და ჩვენ გვერდში დავდგებით თქვა და გვერდში დაგიდგები და რაც კი თუ რამე ეს ხო 3500 ჰექტარზეა ბიჭო ლაპარაკი სამსოფელზეა თქვენ დაიბრალეთ თქვენ ხართ ყველაფერი თქვა ხვდები რასაც აუ ამას ვიძამთ იმას ვიძამთო შენ მოხვედი იმის შემდეგ იღაც საერთოდ ერთით მაგრამ მე როგორც მე ვითომ მითხრეს თითქოს აგენმა არ მიიტანეს ვისა მაგრამ ამ დროს ახლა შეხედე მეორე მომენტი რა მოხდა იგივე გავაგზავნა ახლა მამისა მეშხუბებოდა არ გინდაო მაგრამ მე ჩემსაც უბერავდი მაინც ჯეროდა ესე იგი ხო აგენმა გაიგეს რომ ვიმარჯვებთ გვერდში არის სიგნალის რაიონი ხო არის იქ ილიატმინდასა და მაღაროს შორის 1700 ჰექტარი აქვს არ აქვს წარმოიდგინე უბატონოში სიგნახში სადაც ადგილობრივი ფეოდალი არ შეუშვეს აქეთ ილიატმინდაში 250 ოჯახი 1700 ჰექტარი აბა ყველაზე უფრო მაგარი ბიჭა კახეთში საცრელი მეურნეობა იყო ამათ აქვს 250 ოჯახს და 100 ჰექტარი და იმას აქვს მეორეს მაგარო 350 ჰექტარი კაცო სამი აქცია მქონდა მიუვადი ბეგლები დაუტეხეთ კაცო არ აქვს ორი იმდენია რაც ახლა ქალაქი ორი ქალაქი უნდა აღშენდეს ორი იმდენია 5000 არ გაგიკვირდა კაცო იარმუღალოს მაგლა ხო ისიც ჩვენი თვალით გვაქვს ნახული 5000 ჰექტარი კაცო და ამე არაბა რას მერჩითო მითხრა მე ვიყიდევ რას ითხოვთო რას ვითხოვთ მე უთხარი და 1700 ხო გა ვინ გეუბნება მოყიდეს ხო არ მინდა ახლა მე არ მინდა დაჟე რო თქვა საიდან გეიყიდა ეს არ მინდა მამისა დაჯექი და იმა გამოიძია ყველაფერი დოკუმენტურად 1700 ჰექტარიდან 700 ჰექტარი თქვა საერთოდ ნაციონალიზაციის ორი ფორმაა. ერთი არის, როდესაც ართმევ, კონფისკაცია ქვია ამას, მეორე არის, როდესაც გამოსყიდვა ხდება. ხდები, რასაც იძახი და 700 გამოვისყიდით თქვა. თიდა თუ არის არ უთქვია. რაც დანიშნა 700 გამიგე არ უთქვია. ხო და ახლა უფრო მდიდარი მაღაროს ხალხი. ჩვენ რო წავედით, ვინდა აქცია გავაკეთოთ უკვე ქართულ ოცნებას, რომ მოვთხოვოთ, რომ ფული მოგვეცი მიზია. ჩვენ კი არ მოგვეცი, სოფლებს მიეცი, არა აქ და გამოვასყიდიოთ 700 თითოეული ქართული მიზები და ამ დროს ამა 15 ზედმეტი კაცი მიიღო სამსახურში. ცოტა ხელფასები მოუმატა და რო შევედით პოდიშია რა თქვენ შემოგევლეთ თქვენ ჯერა და აღარ არის საჭირო. და ილიატმინდეს ყველაზე ორი აქტიური ორივე დაიჭირეს 2 წელიწადში. გაიყიდა ხალხი ეგრევე. და ეს ვინც არ გაიყიდა დაიჭირეს. სხვადასხვა პრინციპებზე ერთ გოგოს ცოლსო ხელი უჯიკავაო, მეორეს რაღაცა და ორივე გასროდეს 4-4 წელი მიცეს. არა მე ახლა
ხო, სასაც აი კიდევ ერთი რაღაცა სასწაული რამე მინდა გითხრა. მე ხო სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ საქართველოში. და ჩამივარ და 150 პიროვნების რუსთავში სოციალურად დაუცვეს არასწორად მოუხსნეს. ჩამოდიოდა ორი პიროვნება, გაანახლა მერტმა მათი ორივე დაიღუპა კოვიდის დროს, ერთ ჩემეგობარი და დავდიოდით ამას თანაც ისე მომცა ეს, ხელმძღვანელმა მუშაკა მამისმა კაი წესიერი, რომ გამაფრთხილა რო გეიგონო. მე სამსახურიდან ხო იცი რომ დამითხოვენ. თანამშრომლობთ და რაღაცეები ავტეხე კივილი წივილი მაგალითად შეხედე რაზე მოუხსნეს არის ოროთახიანი ბინა ხო ქონდა საერთოდ რუსთავში პარკეტებს აკეთებდნენ ხანდახან ოთახში და მოკა შიშილობენ ზნობებს კარგად და მოვიდა და უი შენ პარკეტი გაქვს და შენ არ გერგება სოციალ რა უნდა ეხლა პარკი ჰაერლოკა უნდა იმ პიროვნებას მეორეც რაზე მოუხსნე ერთოთახიან ბინაში ხო ცხოვრობდნენ ხმარი მოუხდა შემომტანი და შენ უფრო დიდი ისა გაქვს ფართიო და როგორ არა ამაზე გავჩხოვიჩხუბენ არა რაზე უყვეთ პატრიოტთა ალიანსი ქვემო ქართლის ტელევიზია მითხრა გვერდში ვარ რომ ყველგან დავყვებოდა ქვემო ქართლის და არ ვიცით პარტიული ნიშნით რა მნიშვნელობა ჩვენ დავყვებოდა და გვეხმარებოდა გამოსახულო ყოველთვის შემოყვებით სადაც გინდა თო რასაც გინდა ვიტრი პანჩერო იტყვიან მაინც ობიექტივი რა ვიფიქრეთ უკვე ბევრს აღუდგინებ, ბევრს რაღაცა და აუ ამას რომ ვიგონებ, ცუდად ხვდები ხოლმე რა, ეს მართლა სისულელეებს ვაკეთებდი რა. აგენს დაუძახეთ, ჩამოდით და დაგვეხმარეთ. მოდიან, მე რეკავენ, ჩამოდიან ეს ობიექტივის ისა. მე მეუბნებიან, 1-15 ოჯახი გვანახა ხო? აი განახდა რა შკვია ხო და ვიბრძე უკვე გამოძიე ჩვენ საჩუქრები ჩამოვიტანეთ არა მაქვს ფული მე რომ მიცე და ყავს კაკარი ხოხტები რაფერთ ხო ვარი ნახე არა ჩემი საქმეა თანაც ხო გითხარი კაცო არასამთავრობო საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებს ხო თქვენ არ გამოჩნდეთ უნდა თქვენ ტელევიზორში არ უნდა გამოჩნდეთ საერთოდ ხო ვერ გაიგებს კაცი ხო რაც ქვია ქვის გაშლის უფრაზე თანამდებობრივად საქართველოში თუ ვენეს ერგება სოციალურად დაუცველი მაგის არასამთავრობო თავმჯდომარეა და რაც ქვია მე არ გამო მაგრამ ხო არ მაგენ კაი თქვა მეუთხარ მივიდნენ 1-15 ოჯახში და არიგეს ესენი პატრიოტთა ალიანსი გადაიღეს ჩვენ პატრიოტთა ალიანსი და შეხედე ახლა რა მოხდა და ჩამოხვალ კიდო თქო ვეკითხები აი ეს არის ვიგე ყველაფერი კაცო ხო ნახე რაები მოხდა აი რამ გამოგა და წავიდა აღარ ჩამოსულა ნახე რა მოხდა გეიგოს სხვა იმათმა ოჯახებმა გამიბრაზდნენ თები რატო ჩვენთან არ მოიყვა ხო და შეერ ხალხს აქვს ეს ისა გაბაზრდა ვინ მომცა ეს საბუთები ძლივს დარჩა სამსახურში. ბიჭო, მერი სოციალური სამსახურის უფროსია ლაპარაკი, ჯანდაცვის და სოციალური ახლა წასულია სამსახური და თავ პირველი პირი მერიის მაკუთხით. ის კიდე იმასთანაც გადამკიდეს და ტელევიზიამ ქვემო ქართლმა იმის შემდეგ აღარ გამეკარა. რატო ირჩიეს ჩვენი თავი ობიექტივს ხვდები? ჩამოვიდნენ, დრო გაატარეს და მე გამანადგურეს. ხო მაგარი ტიპები არის, მალნადე, ძმა, უბრალოდ აი რაღაცა ავღერდი და ცოტა ცუდად გავხდი და თქვენ შენ აი ერთად მართლა ცუდად გავხდი რომ იცოდე რა. არ შე მე ასეთ რაღაცებს რომ ვიგონებ. არა, მე გრამიკვეს იცი. მოვდგები რა ცოტას გავაგენა კარგად რა. ვაიმე და თლება მიწევს ხოლმე ასეთ რამეებს არ უნდა ასეთ რამეები არ უნდა გავიხსენოთ. მართლა ცუდად ხდები ხო. ერთ ცუდად. მე რა მიკვეს იცით პატრიოტთა ალიანსი და კონსერვატორები ერთად გამოდიოდნენ ამ წინაარჩევნებში საპარლამენტო არჩევნებში ბიჭო ფაქტიურად ერთი კაცმა შექმნა ფაქტიურად ხო და ის აძლიერებდა გამას ხოლმე კონიაკის სახ ხოლმე
დედმამიშვილები ერთად მიიღეთ მონაწილეობა და ახლა რა გჭირთ ეს ცალ-ცალკე რო ამხელა ეროვნულ პრობლემაზე 1 დეკემბერში აწყობს, მეორე ნოემბრის ბოლოს აწყობს, საოცარია პირდაპირ არ ვიცი. ეხლა ვიდრე მე ვიცი ბატონი შალვას ჯანმრთელობა ცოტა შერყეული აქვს უკვე ამდენი ნერვიულობით. ერთ-ერთი შემთხვევა სწორედ აჭარაში იყო, როდესაც მან ინფარქტი მიიღო, გამოსახლების დროს მოხდა ეგეც. ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება, რომელსაც იცავდა და მაშინ მიიღო პირველი ინფარქტი და მას შემდეგ ცოტა მოხშირად ცუდად ხდება ხოლმე. ადამიანს კაიხლა ძალიან ძიმე ამბები გადახდა იქ ახლა ყველაფერი კიდე არ მოყვა გონიოში. ჩამოვა ფულის მეტი რამა. ძალიან მოხდა. გამოსას და იღალესაც ძალიან ცუდად იყო. მოკლედ მანამდე ვიდრე ბატონი შალვა დაგვიბრუნდება, მე მინდა წავიკითხო მიმართა. ძვირფასო თანამემამულეო. დღეს ჩვენს მიწაზე იგეგმება არაბული ქალაქების შენებლობა. პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სულიერ საფუძველს ეროვნულ არსებობას და ისედაც კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას ერთბაშად ანგრევს. ეს მიწა არის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული. ის არ იყიდება, არც ჩუქდება, არც იცვლება, არც 1 მილიარდზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამშობლო 34 წელია უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს შიდა თუ გარე მტერმა არ დაიშურა ძალა და ენერგია იმისთვის, რომ დღეს 2025 წელს ჩვენი სამშობლოს 20% სამხედრო ძალით იყოს ოკუპირებული, დემოგრაფია 34%-ით შემცირებული, ხოლო ეროვნული ეკონომიკა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეები სრულად იყოს უცხო ტომელთა მფლობელობაში. ჯერი ქართულ მიწაზე დგას, რომელიც ჩვენი წინაპრების და ჩვენი დროის გმირების წყალობით დიდი სისხლის ფასად არის მონაპოვარი. დემოგრაფიულ კოლაფსში მყოფ ერს, რომლის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საშონელად და სიცოცხლის გადასარჩენად უცხოეთშია გადახვეწილი, მოქმედი ანტიეროვნული რეჟიმი და მისი ბელადი სთავაზობს ქართველებისგან დაცლილ მიწაზე ქალაქების გაშენებას და ნაცვლად ჩვენი გადახვეწილი თანამემამულეების დაბრუნებისა არაბული და ინტერნაციონალური საზოგადოების ჩამოსახლებას. ჩვენ და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს შვილი თვლის, რომ აღნიშნული ანტიეროვნული პროექტის განხორციელება იქნება ქართველი ერის ფიზიკურად განადგურების და ასიმილაციის გვირგვინი. ამიტომ ყველა საქართველოს შვილს მოგიწოდებთ ერთობისკენ, კარგად გვესმის, რაც არის მოქმედი ანტიეროვნული სისტემის მოღვაწეობის უმძიმესი შედეგი. ქართული საზოგადოება დაყოფილია და ურთიერთდაპირისპირებაშია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრინციპი დაყავი და იბათონე. მივმართავთ ყველა საქართველოს შვილს,ერსა და ბერს, თუ თქვენთვის ძვირფასია დედა სამშობლოს მოავალი, გავერთიანდეთ ამ მოსალოდნელი უბედურების წინაშე და შევქმნათ ერთობის პლატფორმა. შევქმნათ ერთობის პლატფორმა და კოორდინირებული ბრძოლით წინ აღუდგეთ საქართველოს დაუძინებელი შიდა და გარე მტრების სანუკვარ ოცნებას, რომელსაც სახელად საქართველო ქართველების გარეშე ჰქვია და აქტიურ მოქმედებაშია მოსული. მიმართვა ასევე ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ქართველების მიმართ განხორციელებულ გენოციდში ბოლო 34 წლის მანძილზე. ყველამ გადადეთ პოლიტიკური და პირადი ამბიციები და ამტკიცეთო თქვენთვის სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის და არც სისტემის ფარული მსახურები ხართ. ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის მოგიწოდებს შევქმნათ
სახალხო ერთობის პლატფორმა. ღმერთი იყო ჩვენი მფარველი და ჩვენი ქვეყნის მფარველი ამ წმინდა საქმეში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეგობრებო და ვიტყვი რომ როდესაც ქვეყანაში არის საერთო სახალხო ამხელა უბედურობა, რომელიც აი შტორმივით უახლოვდება უკვე ჩვენს ქვეყანას და უკვე დაწყებულია, აქ არანაირი თვითონ აი მორალურადაც და ზნეობრივადაც მორალი რაღაცა უნდა ეყოს ზნეობა და მორალი რომ პარტიამ ეს თავის თავზე არ უნდა აიღოს. ისეთანაც რომ სხვას არავის არაფერს არ ეკითხებიან. სხვას მაინც დაუძახეთ და უთხარით ყველას რომ მოაწყეთ რაღაცა დიდი შეკრება და თქვით რომ მოდით აი ყველა ერთად გავით. არა, ყველას რაღაცა თავისი პოლიტიკური ქულების დაწერა უნდა. პარტიები დღეს საქართველოში არის გონი 300-ზე მეტი და ეხლა რომელიმე პარტია რო ამას აკეთებს, ყველა ერთმანეთზე გადაკიდებული. ესე ხო ვერ მოხდება ერთობა. ერთობა უნდა მოხდეს არაპარტიულ გაერთიანებაში. და სწორედ შარშან ჩვენ ყველაფერი ვიცოდეთ წინასწარ, აი ეს რაუბედურობებიც გვიახლოვდებოდა. სწორედ ამისთვის შეიქმნა და ძალას იკრებს ქართველთა დიდი გაერთიანება, რომელიც არ არის პარტია, რომელიც აზრუნავს სკამებისთვის და ქართველთა დიდი გაერთიანების მას ქვია მამული ენა სარწმუნოებისთვის. აი ეს არის მთავარი მიზანი ქართველთა დიდი გაერთიანებისა, იბრძოლოს მამული ენა სარწმუნოებისთვის. ბატონო შალვა, თქვენ მობრძანდებით შეძლებთ კიდევ ეთერში? შეძლებთ ეთერში? მაშინ შევეცდები რომ ხო 200-ზე მეტი მაქვს ამ წუთში წნევაო და შევეცდებით რომ მაშინ უდიში მოუხადოთ საზოგადოებას მიმართვა წავიკითხე და კიდევ ერთს ვიტყვით მეგობრებო რომ ჩვენ ახლა ვაგროვებთ მასალებს როგორც ფოტოებს ასევე ამონაწერს ყველა გაყიდული ქართული მიწებისას, რომლებიც გაყიდულია უცხოელებზე და ჩვენ აი სწორედ რუსთაველზე ამას ყოველ კვირას მოვაწყობთ, თუ საჭიროა ყოველ დღეს მოვაწყობთ აი ამ გამოფენას, რომ თელმა ჩვენმა ქართველმა ხალხმა, თელმა საზოგადოებამ, გავლელმა და გამომვლელმა იქ ტროტუარზე ყველამ ნახოს, ყველამ წაიკითხოს, თუ აი ამ სიჩუმეში, აი ამ ტაკიმასხრობაში, რასაც ეს ქართული ოცნება ეწევა ამ საცირკო სანახაობებით, ჩუმჩუმად მთელი საქართველო გაგვიყიდეს თითქმის. და ამას ყველა ნახავს, მეგობრებო, ეს არ იქნება 1 საათიანი შეკრება, რო დავიწყებ 12 საათიდან დაღამებამდე იქნება აქცია, მოვიწევთ ტელევიზიებს, მობრძანდეთ ბატონო და ნახონ, რას ემსახურებოდნენ ეს ტელევიზიები, რა გადაცემებს აწყობდნენ მაშინ, როდესაც აი ამ 10 წლის და 10 წლეულების მანძილზე იყიდებოდა მთელი საქართველო და ხმას არ იღებდნენ, მობრძანდნენ ეხლა და თავის თვალით ჩვენ ვანახვებ და ბოლოს ვიტყვი ეკლესიის სახურებს შევეხები კიდევ ორ სიტყვაზე შევდაასრულეთ თქვენ და თუ შეიძლება ორ სიტყვას კი ბატონო ორი სიტყვა თქვა და მე და ბოდიში მე უბრალოდ ერთი მომენტი მინდა თქვა ჩვენ არავითარი უფლება არ აქვს აი მე ადრე ყოველთვის მithქვია ესა აი ეს ბრძოლა ახლა 6 მილიარდიან პროექტია საუბარი რომ გასაგებია ამ ბრძოლაში შესვლა სიცოცხლისათვის ძალიან სახიფათოა და ახლა მიუხედავად იმისა რომ წლების გვაქვს ჩვენ რამე მაინც ხო წარია სიცოცხლე მინდა ხო ყველას მაგრამ სიცოცხლე ტკბილია მაგრამ სიცოცხლის დაკარგვაზე მეტად მართლა მეშინი აი და ჩვენ მეშინია რომ ჩვენ შემდეგ მე მithქვია ეს ყოველთვის ჩვენი შთამომავლები ჩვენ საფლავებზე შეიძლება აღარც კი ვეღარც მოვიდნენ. აღარც მოვიდნენ, იმიტომ რომ ღირსად არ ჩავთვალონ, კაცო, სად იყო ჩვენი მამაპაპანი რომ გაანადგურეს ეს ქვეყანაო და ვეღარც მოვიდნენ, გადათხრიან ამ საფლავებს და ბორდელებზე კაზინოებს ააშენებენ. ეს ხო 100%-იანი არა და ხო შეგვიძლია რომ გავიხსენოთ ჩვენ ვისი გორიცა ვართ. ვიმყავდა წინაპრები დიდი ილიას სიტყვებია ხალხის ერთობა სტიქიონია ასტიქიონება გამარჯვებაო
აღმაშენებელს აქვს ნათქვამი ვაჟკაცს, რომ ძალიან გაუჭირდება, არავითარი გზა აღარ დარჩენია გარდა ბრძოლისა და მართლა მოგიწოდებს, რომ მოდი შევერთდეთ, გავერთიანდეთ, აღსტიქიონდე და გავიმარჯვეთ დავით ბატონო რა. კი ბატონო და ეკლესიას თქვენ უკვე დიდი ბოდიშით, აი მართლა ბოდიშით ჯანმრთელობა არ ვიცი ცოტა აი ბათუმში მართლა სერიოზული სანერვიულო იყო. თქვენ რო დაგენახათ იქ რა სიტუაცია იყო, რა მძიმეა, თანაც ყველაზე მძიმე იცით რა არის? რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. ვერაფერს ხელს ვერ უშლით. ამიგე რასაც ვიძახი, აი უშველებელი სისტემა რო დატაკებულია, რა იწივლე, დაიწვი თუნდაც იქ ადგილზე თავი. სიცილით მოგდებიან, გამიგედავით რა ხდება ეს და თუ ის ძალა იქნა აღარც რის წნევა, რა წნევა, ყველაფერზე ჩიტებივით ალბათ გავახალგაზრდებით სიძმილს დავიწყებთ. კარგი, დავით ბატონო, ჩვენ ეხლა ეკლესიას იმას კი არ მოუწოდებთ ახლა, მე არავის არ მოუწოდებ, რომ ხმალი დაიჭირო ხელში, მაგრამ დაგვიდგნენ გვერდში და ჩვენ წავალ წინახაზე, კაცო, გვერდში მაინც დაგვიდგნენ. და ეხლა ბოლოს მინდა ამითი დავამთავრო, რომ სულ ეხლა ზოგიერთი ინტერნეტში შემოდის აქ სოციალურ იმეებში და აი შვიდობა გვაქვს და შვიდობა მოგვიტანა. ეხლა მინდა ერთი რაღაც გითხრათ. არაბების ბატონობის დროს საქართველოში შვიდობა იყო. თობს თუ ვიღაცა გესწროდა, თვითონ არაბები დაუპირისპირდებოდნენ იმათ, იმიტომ რომ საქართველოს ხარკს უხდიდა. შვიდობა მაშინ არის ძვირფასი, როდესაც ხარ თავისუფალი. როდესაც ხარ დამოუკიდებელი. დანარჩენი ისეთი მშვიდობა, როგორცაც ქართული ოცნება გთავაზობთ, ეს არის მონობა და ყველაზე სამარცხვინო. აი ამით მინდოდა მეგობრებო დავამთავრო ის აი ნოტაზე რომ არ მინდა დამარცხებული ის გეგონო თქვენ და ჩვენ დავმარცხდებით. ჩვენთან თქვენ იცოდეთ რომ ამ ბრძოლაში არის ღმერთი, რაც თავარია და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში თუ ყველა ჩვენ ერთად დავდგებით და ყველა თავის წვლის შეიტანს. მე მოგიწოდებთ ყველას, როდესაც აი ამას გავაკეთებთ, გეგმავთ რომ იქითა კვირას აუცილებლად შევაგროვებთ უკვე და გავაკეთებთ ამ აქციას ჩვენ რუსთაველზე და მე მოუწოდებ თელ თბილისს, აი გამოვიდეს ჯანსაღ საზოგადოებას და დაგვიდგეს გვერდში, დაათვალიერონ, ნახონ როგორ გაუყიდეს სამშობლო. ასევე მოუწოდებ ეკლესია დაათვალიერონ როგორ გაუყიდეს ქართული მიწები. ასევე მოუწოდებ ტელევიზიას დაათვალიერონ რა ხდება და რატომ ჩუმად იყვნენ, რატომ აშუქებდნენ ისეთ გადაცემებს, რომელიც საერთოდ არავის არ ჭირდებოდა და ქოცნაცური რაღაც თამაშობებში გაგვატარებინეს აგერ 20 წელი უკვე. აი ამით მინდა მეგობრებო დავამთავრო, იმედია თქვენ ყველა კარგად ხვდებით, ამხედა უბედურობის წინაშე ვდგევართ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი აი ამ წმინდა ბრძოლაში. ქართველთა დიდი გაერთიანება კიდევ ერთხელ თავაზობს ყველას საერთო სახალხო ეროვნული პლატფორმა შევქმნათ და ერთიანი დიდი ბრძოლით დავიცვათ ჩვენი სამშობლო. კარგად ზამდებოდეთ, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი.